ისინი არ დაბადებულან საბჭოთა კავშირის პერიოდში, მათ არანაირი შეხება ერთ-ერთზე მოწინააღმდეგესთან არ ჰქონიათ, ისინი მათ არ უსწავლიათ მათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ისინი 37 მაინდად არ გაფრენილან მოსკოვში, ისინი 9 ევროდ დადიოდნენ იტალიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ, სულ სხვა თაობა, სხვა ცოდნით, სხვა უნარებით, ისინი ძალიან ახლოს არიან და მეგობრობენ ტექნიკასთან და ტექნოლოგიებთან, რომელიც სულ უფრო და უფრო იხვეწება, მათი ინფორმაციის წყარო სრულიად განსხვავებულია ვიდრე წინა თაობებისა. ამიტომ ჩემი დაკვირვებით ერთ-ერთი ყველაზე რთული და არ ვიცი ამას როგორ უნდა ვებრძოლოთ, რითაც მოწინააღმდეგეს შეუძლია რომ ეს თაობა დაამარცხოს, ეს არის მათი ყურადღების გაფანტვა.